ჩემი ძალიან ბევრი მეგობრის რჩევით გადავწყვიტე მოკლე ვლოგი ჩავწერო თქვენთვის თემაზე თუ რას ვსაქმიანობ ჩემი პროფესიის მიღმა. ერთი არ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მირჩევს რომ მოგიყვეთ თქვენ ეს ამბები და მეორეა რამდენად შეიძლება გაინტერესებთ. ერთადერთი გოგო ვარ შიდა ქართლში, ვინც ავტოსფეროში ბიზნესით არის დაკავებული და კონკრეტულად ეს საქმიანობა მოიცავს დაზიანებული ავტომობილების აღდგენას. ძალიან ბევრ მანქანას ვაბრუნებთ ქარხნულ მდგომარეობაში. საქმიანობას ვახორციელებ ძმასთან ერთად და გვყავს კიდევ ერთი ხელოსანი. ამ სახელოსნოს ვფლობ ERDIVAI პროექტის დახმარებით. ეს პროექტი დაფინანსებულია MERSI Corps-ის მიერ 2 წლის წინ. მე და ჩემს ძმას ჰქონდა პატარა სახელოსნო, რომელსაც ჭირდებოდა გადაიარაღება, ჭირდებოდა განახლება და რაღაცა ბევრი სიახლე რომ ემუშავა და კონკურენციისთვის გაეძლო. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, პროექტში რომელმაც თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი სამიწარმოო საქმიანობა ძირფესვიანად შეცვალა. შემდეგი ადამიანი ეს არის თამარ გოგოლაძე. პატარა ესეთი სახუმარო ამბავი მინდა გავიხსენო. როდესაც უკვე გადავლახე რამდენიმე ეტაპიანი საფეხური და დავიწყეთ 8 დღიანი სასწავლო პროცესი, სადაც უშუალოდ უკვე ბიზნეს გეგმას ვამზადებდით და ამ რომელი ბიზნეს გეგმაც მომდევნო ეტაპებზე დაფინანსდა. ადამიანებმა თავისი ბიზნეს იდეების შესახებ მოყოლა დაიწყეს. აღმოჩნდა რომ ბიჭები სამშენებლო სფეროთი, რაღაცა სახელოსნოებით იყვნენ დაკავებულები, ბიომეურნეობებით, გოგოებს ჰქონდათ ჩამონათვალში სახელოსნოები, სალონები, სილამაზე და ასე შემდეგ და როდესაც ვთქვი რომ მე ბიზნეს იდეა მქონდა ავტოსახელოსნოს და მინდოდა ავტორობოტი, ყველა დარჩა გაოგნებული და იმ ამბის მე ძალიან ბევრს ხუმრობენ ხოლმე რომ არ უნდა მოგატყუოთ იმან რომ გესაუბრებათ გოგო. ხშირად ძალიან ბევრ თქვენგანს ვერ წარმოგიდგენიათ რომ შესაძლოა ადამიანმა სახელოსნოში არ იმუშაოს ფიზიკურად, თუმცა მისი გონებრივი შრომა აღემატებოდეს ფიზიკურ შრომას და წარმატებისთვის ერთობლივად აბალანსებდეს ჩემი ძმის ძალა და ჩემი გონება ჩვენს სფეროს.